საქართველოს ეროვნული ბანკი ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე შესვლას გეგმავს. რისი ერთ-ერთი მიზანი ცების საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდა და საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციაა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ 2021 წლიდან ქვეყნის სავალუტო რეზერვების გარკვეული ნაწილი 100 მილიონი დოლარის ექვივალენტი ისედაც იყო განთავსებული ჩინურ იუანში, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად ცების მიზანია უფრო ფართოდ იყოს რეზერვების კომპოზიციაში ჩინური ვალუტა წარმოდგენილი და ამ მიზნით ჩინური ფასიანი ქაღალდების შეძენასაც გეგმავს. სებში განმარტავენ, რომ თუ კი აქამდე რეზერვები ჩინურ იუანში არაპირდაპირ გზით იყო განთავსებული, უკვე ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომა იძლევა საშუალებას ნაკლები ხარჯებით მოხდეს პირდაპირ ინვესტიციები, ასევე მეტ ინსტრუმენტებზე წვდომის საშუალება ჩნდება. ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი არის ძალიან მიმზიდველი. ჯერ ერთი ის არის უზარმაზარი თავისი ლიკვიდობით, არის შედარებით სტაბილური ბაზარი, მას გააჩნია თავისი განსხვავებული დინამიკა, ხოლო ჩვენთვის, ცენტრალური ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო რეზერვები იყოს განთავსებული დივერსიფიცირებულად, ანუ გეოგრაფიულად გავზარდოთ ჩვენი არეალი და ეხლა უკვე წვდომა გქონდეს არა მხოლოდ ტრადიციულ დასავლურ ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე, არამედ ჩინეთის და ზოგადად აზიურ კაპიტალის ბაზრებზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიპოვეთ საბოლოოდ წვდომა ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე და პრაქტიკულად უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ინვესტირებას. ვინაიდან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები არის დენომინირებული აშშ დოლარში და ევროში, ჩვენი სავალუტო კომპოზიცია, ჩვენი საერთაშორისო რეზერვების ძირითადად ამ ვალუტებშია. თუმცა მცირე პორცია ჩვენი სავალუტო რეზერვების ყოველთვის იყო განთავსებული განსხვავებულ ვალუტებში დივერსიფიკაციის მიზნით. ასეთი ვალუტები იყო ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი და სხვა ვალუტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება ჩინური იუანიც, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ვალუტა დივერსიფიკაციის კუთხით და 2021 წლიდან ჩვენ ჩინურ იუანში განთავსებული ჰქონდა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვები. იანვრის მდგომარეობით საქართველოს სარეზერვო აქტივები 6.3 მილიარდ დოლარს აღწევდა, საიდანაც 3.2 მილიარდი უცხოური ფასიანი ქაღალდებია. მათ შორის დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებია. მთლიანი რეზერვებიდან 1.4 მილიარდი ნაღდი უცხოური ვალუტაა. 1.1 მილიარდი კი ოქროს რეზერვებია. ფინანსისტების ნაწილის შეფასებით დივერსიფიცირების მიზნით საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში იუანის წილის და მისაღებია, თუმცა პარალელურად ისინი იმ გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც ამ ეტაპზე შესაძლოა ჩინურ ობლიგაციებში რეზერვების განთავსებას თან ახლდეს, რაც პირველ რიგში ამ დროისთვის მის შედარებით დაბალ მომგებიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თუ კი მაგალითად 10 წლიან ამერიკის სახაზინო ობლიგაციებზე სარგებელი დაახლოებით 4%-ია, ჩინური ობლიგაციების სარგებელი 1.8%-ის ფარგლებშია. ამასთან ფინანსისტების თქმით, ჩინურ ობლიგაციებში ინვესტირებისას გასათვალისწინებელია თავად ის გარემოება, რომ ჩინეთის მთავრობის ინტერესებშია ჩინური იუანის ნაკლები გამყარება დოლარის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ჩამნაცვლებელი ვერ იქნება ამერიკის სახაზინო ვალდებულების, მხოლოდ დივერსიფიცირებელი იქნება. დღეს უშუალოდ ახლა შესყიდვა ობლიგაციების ალბათ არასწორი გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ რომ ჩინური ფასიანი ქაღალდების იუანში შემოსავლიანობა უკიდურესად დაბალი არის, ვალუტაში ვერ მოიგებენ, ანუ იუანის გამყარება დოლარის მიმართ შესაძლებელია, მაგრამ არამნიშვნელოვნად, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აწყობს ჩინურ სახელმწიფოს და მეორე შემოსავლიანობა ისტორიულად დაბალია, შესაბამისად ფასები მაღალია და ახლა განთავსება არასწორი. თუმცა კვლავ იმის ოფციონი, რომ თქვა დივერსიფიკაცია მოხდეს ერთ-ერთი ძლიერი ეკონომიკურად დიდი თუმცა რისკიანი ქვეყნის სახაზინო ვალდებულებებში სტუდია არა. დივერსიფიცირება ეფექტს იძლევა, როდესაც დივერსიფიცირების შედეგად პორტფელის რისკი მცირდება იმ მოსალოდნელ უკუგებასთან შედარებით, რომელიც შეიძლება მიიღო ამ დივერსიფიცირების შედეგად. ასე რომ ყოველთვის დივერსიფიცირება არ არის კარგი. ისეთი ინსტრუმენტების დამატება, რომელიც რისკს გაზდის პორტფელს და უკუგებას გაუარესებს, არ არის აუცილებელი, რომ კარგი იყოს. სინამდვილეში, როდესაც ეროვნული ბანკი დამატებით ფულს დებს ჩინურ იუანში დენომინირებულ ჩინეთის მთავრობის ქაღალდში, ეს რაღაც თვალსაზრისით დივერსიფიკაციის სურვილს კი არ
ამჟღავნებს ეროვნული ბანკის, არამედ მათ რწმენას, რომ რაღაცნაირად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა იქნება გრძელვადაში წარმატებული. ყოფილი დეპუტატის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით კი ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ჩინურ საფინანსო სისტემასთან კავშირების გააქტიურებაზე ქართული ოცნების მიერ დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია. გოცირიძე ვარაუდობს, რომ ეს ერთგვარი გეგმაა ეროვნული ბანკისთვის, რომ დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესების სცენარისთვის მოემზადოს. რომელ დივერსიფიკაციას საუბარ, უბრალოდ ჩვენი რეზერვები 6 მილიარდი დოლარიდან 1 მილიარდი ოქროშია განთავსებული, 5 მილიარდი დასავლეთის ყველაზე გარანტირებულ, ყველაზე ურისკო ფასიან ქაღალდებში. ეს იქნება ამერიკის ცენტრალური ბანკის ფასიანი ქაღალდები, თუ ამერიკის მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ასევე ნაწილი ევროპაშია განთავსებული. და თურმე დივერსიფიკაცია ნიშნავს ჩინეთის მთავრობისათვის ჩვენი ფულის ნდობას. მეორე არგუმენტია, რომ რისკების დაზღვევა. ეს რა თქმა უნდა გასაგებია, ეს არის შიშები, ოცნების ხელისუფლების და ივანიშვილის შიშები, რომ ადრე თუ გვიან სანქციები კიდევ უფრო გამკაცდება და სხვადასხვა მექანიზმს ეძებენ. კონკრეტულად რა მოცულობის სავალუტო რეზერვების განთავსებას გეგმავს ეროვნული ბანკი ჩინურ იუანში, ჯერჯერობით უცნობია. იანვრის მდგომარეობით საქართველოს სარეზერვო აქტივები 6.3 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც თვიურ ჭრილში 151 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.